სასწავლო პროცესის დაგეგმვა. დაგეგმვის მნიშვნელობა. დაგეგმა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. რამისას ემსახურება დაგეგმვა? სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. სასწავლო პროცესის დაგეგმვის დონეები. წლიური საგნის გეგმა, ანუ სილაბუსი, თემატური გეგმა, კვირის გეგმა, გაკვეთილის გეგმა. საგნის გეგმა, სილაბუსი. სილაბუსი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს, სიას, ნუსხას, შეჯამებას. წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების მეთოდი, კურსის შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული რესურსები, ასევე კურსის შეფასების პრინციპები, მოსალოდნელი შედეგები. კერძოდ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება. სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით. სილაბუსის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია: სასწავლო საგნის მიზანი, სასწავლო საგნის ამოცანები, წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები, წლის განმავლობაში განსახილველი ძირითადი თემები, თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული. სასწავლო მასალა, ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ასე შემდეგ. ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხების შესწავლისას და შეფასებისას. სასწავლო კურსის შეფასება. ამ სლაიდზე წარმოდგენილია ჩემს მიერ გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში შედგენილი სილაბუსის ნიმუშები. გეოგრაფიაში მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით, ბიოლოგიაში მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით. სილაბუსის შედგენასთან დაკავშირებით მასწავლებლებს მივეცი შემდეგი რჩევები. იმისათვის, რომ შეადგინოთ სილაბუსი, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლიდანაც უნდა ამოწეროთ სასწავლო კურსის მიზნები და ამოცანები, სასწავლო კურსის ძირითადი საბაზისო კომპეტენციები, სასწავლო კურსის შეფასების ძირითადი კომპონენტები, მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, მოსწავლეთა გაცდენების დასაშვები რაოდენობა. თემატური გეგმის შედგენისას კი დაგჭირდებათ სახელმძღვანელო, საიდანაც ამოწერთ თემებს და მათში შემავალ საკითხებს საათების მითითებით. თითოეული თემის შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ შემაჯამებელი სამუშაო. მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელოს გარდა უნდა მიუთითოთ სხვა დამხმარე რესურსები, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტ საიტები და სხვა. სასწავლო პროცესში სხვადასხვა მეთოდების და შესაბამისი კლასის ორგანიზების ფორმები განხილულია მასწავლებლის წიგნში, რომელშიც მეთოდური რეკომენდაციების სახით აღწერილია ეფექტური სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები. თემატური გეგმა. ეს არის თანმიმდევრობით დალაგებული და დაჯგუფებული წლის განმავლობაში განსახილველი თემები და თითოეულ თემაში შემავალი საკითხები. საკითხთა შერჩევისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს საგნობრივი პროგრამითა და სტანდარტით, კონკრეტული თემის მოკლე შინაარსი, თითოეული თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი, თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები.
ყოველი თემის შესწავლისთვის საჭირო სასწავლო მასალა, ლიტერატურა გვერდების მითითებით, საათების გადანაწილება თემებზე, საათების გადანაწილების დროს გაითვალისწინეთ სარეზერვო საათები, რომლებსაც გამოიყენებთ მასალის განმტკიცებისათვის, შეფასების სისტემის აღწერა, თითოეული თემის შესწავლისას გამოყენებული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები, კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი გეგმის ადაპტირება. თვით შეფასება. რა პერიოდულობით და რა მეთოდებით მოახდენს მასწავლებელი თვით შეფასებას? თვით შეფასების რუბრიკა თან უნდა ერთვოდეს თემატურ გეგმას დანართის სახით. თემატური გეგმა შეიძლება განვიხილოთ როგორც სააგნის გეგმის შემადგენელი ნაწილი. აქ მოცემულია ცხრილი თუ როგორ უნდა იქნას შედგენილი თემატური გეგმა. იწერება თემა და მასში შემავალი საკითხები თანმიმდევრობით, თემის მოკლე აღწერა, საათების რაოდენობა, თემის ბოლოს მისაღწევის შედეგი, ძირითადი აქტივობები და მეთოდები, რესურსები, შეფასების სისტემა. პრეზენტაციაში გამოყენებულია სოფიკო ლობჟანიძის სტატია როგორ გავაფორმოთ საგნის და თემატური გეგმები. მადლობა ყურადღებისათვის.